რაც უფრო მკაცრია ნარკოპოლიტიკა, მით უფრო მეტი ადამიანი იხოცებს. ცვლილებების შედეგ ყველა ცენტრში იყო გაქრა ბიოს მოხმარე. უბრალოდ გაქრა. რამდენი ადამიანი გადარჩა, იმიტომ რომ ხალხმა დაიწყო ბიოს ნაცვლად მარიხუანას გამოყენება. და ეხლა უკან ვაბრუნებთ. ეხლა ვეუბნებით რომ აღარ შეიძლება რა ეს. მე ვერ დავიჯერებ რომ საბოლოოში ასეთი ბოროტები არიან, რომ იმდენ ადამიანის ცხოვრებას ანგრევენ ამ თავის ნარკოპოლიტიკა, იმდენ ადამიანს ხოცავენ საბოლოოში. უბრალოდ ვერ ხვდებიან რომ ეს გარდაუვალი შედეგია. რაც არ უნდა ილაპარაკონ საბოლოოში ახალგაზრდები გამოიყენებენ უარეს ნარკოტიკს. მე რასაც ვითხოვ, უბრალოდ გარანტირებულად ვიცით რომ ამცირებს მსხვერპლს. ვიცით პორტუგალიის მაგალითზე, სადაც საშუალო ევროკავშირთან შედარებით რამდენჯერმე 4-ჯერ თუ 5-ჯერ მცირეა გარდაცვალება, იმიტომ რომ უფრო ლიბერალური ნარკოპოლიტიკაა. უბრალოდ ენციკლოპედიურად ვიცით, ვამკაცრებთ ნარკოპოლიტიკას, იხოცება უფრო მეტი ხალხი. მარიხუანას ლეგალიზაციით მივახცევთ ეს გაქრა, არც ერთი სიკვდილი არ დაფიქსირებულა. 7-8 წელი ამით ვიცხოვრეთ, აღარ იზომებოდა ბიო უბრალოდ. ნახეთ ხო რა მოხდა. ესე იგი დარტყმები განვახორციელეთ ყველამ ერთად ამ თემაზე, ნარკოტიკებზე, მის რეალიზატორებზე და ბაზრის ელემენტები შემოვიდა აქაც. საბაზრო ეკონომიკასაც არის, ოღონდ ჭრილოვანი და საზღარი, ხო? მიწოდება გართულდა, პროდუქცია ნარკოტიკული გაძვირდა და უსტარული, რაც ადრე არ იყო პრაქტიკულად. ძალიან იშვიათად თუ შეგხვდებოდა, მაგალითად 1 წლის და 2 წლის წლების წინ განსაკუთრებით რაღაც ლაბორატორიები. და ბოლოს რამდენი ლაბორატორია აღმოჩნდა, რომ როგორც კი გარედან შემოტანა გართულდა, იმ წუთში სადღაც გარდა ლაბორატორიები და 1000 უბედურებას ხარშავენ და ამზადებენ რაღაც უსწავლად რაღაც ნარკოტიკებს და მე იქიდან კიდე 1000 უბედურება ხდება, ადამიანები იღუპებიან, ძლივს გამოყავთ ექიმების დიდი მცდელობით, ხდება ადამიანების გადარჩენა, მომხმარებლების და ასე შემდეგ.